რას გატყუებენ სამოთხეზე და ჯოჯოხეთზე? სამოთხის და ჯოჯოხეთის იდეა არის ადამიანის მიერ შექმნილი რელიგიის იარაღი და დაშინების მექანიზმი, რომ იყოს წესრიგი და ადამიანთა მართვა, ხომ? სულიერი მორალის ჩამოყალიბებაში ამან უმძლავრესი როლი ითამაშა. არადა რეალურად სამოთხეს და ჯოჯოხეთის არის უბრალოდ მდგომარეობები. დაუკვირდი? შენ როცა გეუბნებიან, რომ გადარჩენა, ცხონება და სამოთხე გჭირდება. და ეს უნდა დაიმსახურო. ვის ჭირდება ეს? დაგისვამს კითხვა? ანუ ვინ უნდა დაიმსახუროს ეს სამოთხე როცა იძახი მეს? ანუ ვინ მემ? ეს მე ვინ არის? დაგისვამს ეს კითხვა? ანუ მე უნდა დავიმსახურო სამოთხე და ვინ ვარ მე? თუ ჩემეცნებით გასულ ხარ ამაზე, გიფიქრიაოდ მე ამაზე ვინ ხარ შენ? უბრალო კითხვა მაქვს, ვინ ხარ შენ? შენი სახელი და გვარი ხარ? შენი სხეული ხარ? სარკეში რო იყურები ეგ ხარ? შენი ფიქრები ხარ, შენი გონება ხარ? არა, არც ერთი არ ხარ მაქედან. და თუ არც ერთი არ ხარ მაქედან, აბა ვინ ხარ და ვის უნდა ეს გადარჩენა? ვის უნდა და შენს ეგოს? და შენ რეალურად ვინც ხარ არის სუფთა ცნობიერება, დამკვირვებელი, ნეტარი, მარად ნეტარი ცნობიერება და ეს აბსოლუტი ვლინდება თითოეულ ადამიანში, 8 მილიარდ ადამიანში და მას სქესი არ აქვს, არც ეროვნება არ აქვს. ქართველი, რუსი, ინდოელი, ინგლისელი არ აქვს მას. ეს ცნობიერება არის საყოველთაო, ერთ არსი. შესაბამისად, შენ რო იგივდები შენს იდეებთან, შენს იდეოლოგიებთან, შენს რელიგიასთან და მათ რწმენებთან იჯერებ და შენი ეგო ავტომატურად ითხოვს გადარჩენას, იმიტომ რომ ის ხო უსუსურია, დაუცველია. შენ კი არ ხარ უსუსური არსით. არსით ეგოა დაუცველი, მას სულ უკმაყოფილება აქვს, მას სულ მეტი უნდა. ფინანსები მეტი უნდა, ფული მეტი უნდა, მოგზაურობა მეტი უნდა, გართობა, გულაობა მეტი უნდა და მეტიც სულიერ საკითხში ცხონებაც მას უნდა. თორე შენ არსით უკვე ნეტარი ხარ, მარადიულად ნეტარი ხარ. შენც არ ვიცი, ყველა ვისაც უყურებ. ამიტომ ეს დუალობა და გაყოფა არ შეიძლება. აი ამას როგორც კი გააცნობიერებ, მორჩა უკვე ნეტარი ხარ, ხვდები? რელიგია ავტომატურად იწვევს დაყოფას. განსხვავდება ყველა რელიგია, ხო? ამიტომ როცა ხვდები, რომ ვისაც ებრძვი ისიც შენ ხარ, ავტომატურად წყდება ყველანაირი კონფლიქტი. შენ ხარ მე ვარ შენ. და როცა შენ იაზრებ, რომ შენ გადარჩენა სამოთხე ვაიმე ჯოჯოხეთში არ მოხდე, მოდიოდა იქიდან, რომ შენ გაიგივდი შენს რწმენებთან, იმასთან, რაც დაგაჯერეს და გარედანაა მოტანილი ადამიანების მიერ. ახლა რა არის ჯოჯოხეთური მდგომარეობა? ჯოჯოხეთური მდგომარეობა არის სწორედ ის, რაც უკვე ზევით ვახსენე, უმეცრება. ანუ არის თვითშემეცნება, გაცნობიერება და არის უმეცრება. ანუ ილუზიაში ცხოვრება ავტომატურ რეჟიმზე. გაუცნობიერებლობა იმისა, თუ არსით ვინ ხარ შენ. აი, როდესაც ამ მდგომარეობაში იმყოფები შენ, უკვე ჯოჯოხეთში ხარ, უკვე კამათში ხარ. მოხვეჭაში ხარ ფულის, რომელიც არასდროს დაგაკმაყოფილებს. ყოველთვის მეტი გენდომება, გადახედეთ ბიზნესმენებს. ყოველთვის იქნება კონფლიქტები და დაძაბულობა. ჩართეთ ტელევიზორი. 10 ამბიდან 9 ცუდი ამბავია. მოკლეს, დაჭრეს, გააუპატიურეს, ფეხზე დაიბერტყეს, არ ვიცი, 1000 ინფორმაცია. რატო? იმიტომ რომ გაყოფა მოვიდა. დუალობა, გაყოფა შემოვიდა. მე სხვა ვარ, შენ სხვა ხარ. ვერ დავიჭირე, რომ არსით ერთნი ვართ. ერთადერთი გზა რომ ამ ილუზიიდან გამოხვიდე არის არა ლოცვები, არა პრაქტიკები, რიტუალები, რითრითები, 1000 რაღაც. ერთადერთი გზა არის რომ გააცნობიერო ვინ ხარ შენ არსით. ამას როგორც კი აცნობიერებ, მორჩენილი ამბავია ყველანაირი კონფლიქტები, ომები, პრობლემები ამ ცხოვრებაში და მოთხოვნილებას რომ მე ვცხონდე, შენ უკვე ნეტარი ხარ და გადასარჩენი რა გაქვს. თუ ჩემეცნება შენი ყოველდღიურობა ხარ მოაზროვნე, გინდა მსგავს წრეში ყოფნა, ამისათვის სრულიად უფასოდ შემიძლია გაგაწევრიანო ჩვენს Telegram ჯგუფზე, სადაც მხოლოდ პოზიტივია და ერთმანეთის გვერდში დგომა, დაწერე პლუსი ან მომწერე პირადში პლუსი და გაგაწევრიანებ სრულიად უფასოდ ჩვენს ჯგუფში. ეს არ არის სექტა და რელიგია, ეს არის ადგილი, სადაც თვითშემეცნება არის მთავარი ღირებულება. იქიდან გამომდინარე, რომ ნეტარი, რომელიც უკვე ხარ, იყო ილუზიის მიღმა. აბა დროებით.